დღეს ჩვენ ამაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მამალაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მივესალმებით თქვენს სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. უცავს ყველას უკვე ახალწელს და ახლითაც ძველითაც და შობას და ყველაფერს კარგს უსურვებთ ჩვენს მოსახლეობას. გაიხარეთ თქვენს გილოცავთ ახალწელს პირველად ახარ ჩვენ ეთერში 2025 წელს და იმედია რომ სულ კარგ ამბებზე გვექნება საუბარი და პოზიტიურ თემებზე, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ამ პოზიტიურზე სანამ გადავალთ ცოტა მოცდა მოგვიწევს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული არეულობები მაინც არის. აი როგორ შეაფასებთ თქვენ აი იმ პერიოდს, ახლა სანამ 20 იანვრამდე მივართ ინაუგურაციამდე, რაც ხდებოდა აი ამ დღეებში ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მე არ ვიცი აი შობას და ახალწელს მაინც მეგონა რომ რაღაც სიმშვიდე მაინც იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ ხედავთ რომ ისეთი რაღაც გამოვლინებები ხდება, რაც აი ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის. იმიტომ რომ აი ისეთი ლექსიკით მეტყველებენ, ისე იქცევიან, არ ვიცი მოსამართლეებს როგორ მოექცნენ, როდესაც ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, მე მეგონა რომ ვინმეს გული გაუსკდებოდა, ეგ კვერცხებით დასდებდნენ ასაკოვან ადამიანებს, ქალბატონებს. მე ეს ჩაფურთხების ტრენდი შემოვიდა კიდე. ეხლა ყველა თითეული პოლიტიკურად ცოტა ანგაჟირებული ადამიანი იმის შიში უნდა იყოს, რომ რომელ რესტორანში რაღაცა ხიფათი არ იყოს. აი რა სიტყოდით, აი ამ რაღაცა ისეთი უცნაური გამოვლინებები, რაც საქართველოსთან უცხო იყო თითქოს. პრინციპში ხა სიმართლე გითხრათ, ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ეს ტექნოლოგიები, რომელიც ყავს გამოგზავნილი, თქვათ, იგივე მეხუთე კოლონის ხარდასაჭერად დასავლეთიდან, ისინი სხედან სხვადასხვა საელჩოებში, ოფისებში და ამზადებენ აი ამ მიმართულებებს, რომ აი ეს ჩაცხრომა არ მოხდეს აი საპროტესტო ტალღის, იმიტომ საპროტესტო ტალღა თუ გაქრა საერთოდ უკვე აზრი ეკარგება ყველაფერს და ეს გამიზნული იქეთკენ კი არ არის, რომ აი თქვა ხელისუფლება ამით შეარტიონ, ეს რაოდენობა და რესურსი არ ჩანს. მე ხა ამას დაკვირვებით ვიძახი და არა იქიდან გამომდინარე ვინ ვის უჭერს მხარს, მე მინდა წინასწარ გითხრათ, არ ვლაპარაკობ ხარდაჭერის კუთხით, შევხედოთ რა ხდება, ხო? ამიტომ ეხლა რასაც აკეთებენ ისინი, აკეთებენ რომ საპროტესტო ტალღა იყოს და ნებისმიერი უცხოელისთვის ეს იყოს მაჩვენებელი. ანუ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, შეერთებულ შტატებში კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სტრუქტურებისთვის დაანახონ მათ, რომ აი რაღაცა სასწაული პროტესტი არის და აი დღე-დღეზე რაღაცა მოხდება საშინელება, ამიტომ არის ეს სხვადასხვა ტიპის აქციები მოგონილი, სხვადასხვა რაღაც სექტორების გამოსვლები, მარშები, ხან კალათბურთის მოყვარულები გამოყავთ, ხან რაღაც ჰოკეის მოყვარულები გამოყავთ და ბიზნესმენები, გაფიცვები, აი რომ შევხედოთ ეს ყველაფერი კეთდება ამისთვის და სხვადასხვა მედია საშუალებები ესეა მომართული. ეხლა რო უყუროთ TV პირველს, ის აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობს იმის მაყურებელი და იმეც ვინც უყურებს ის აბსოლუტურად სხვა. ჩვენ აი რაღაც განსხვავებული რეალობები გვაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის შექმნილი და ეს ტექნოლოგია სწორედ სპეციალურად ეთება, იმიტომ რომ რაღაც ეს რეალობა იქნება ამა თუ იმ ჯგუფებისთვის, საზოგადოება იყოს პოლარიზებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული. თავარი შედეგი ეს არის. ხელისუფლებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, მიუხედავად შეფასებისა, მე არ მინდა შევაფასო, თქვათ, ვინ უფრო მეტად იძალა და ეხლა იმან ვინც ისროდა იმის პულემიოტივით, რომ რაც ქვია ეს იმას პიროტექნიკას, ხო უყურებდა ესროდა პირდაპირ იმას რა ქვია პოლიციელებს და მე ვინც პოლიციელმა ვინც ემა, ხო? ეხლა ეს ძალადობის შეფასებაზე კი არ არის. მეორე მთავარი მომენტი არის ის, რომ ხელისუფლებამ აღკვეთა ვანდალური ქცევები და საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო. ეხლა ზოგი სამართლებრივად აფასებს, ზოგი მორალურად ამსახებს, მაგრამ აი ესეთი ძალადობრივი ელემენტები ამ პროტესტს გამოეთიშა, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი პოზიცია დაიჭირეს ამ თვალსაზრისით, ხო? მაგრამ ეს პროტესტი არ ცხრება და მთავარი მიზანი მინდა გითხრათ არის ის, რომ აი დაანახონ, რომ ეს არის ესე იგი წარმოუდგენელი რაღაც არეულობა საქართველოში და რაც შეიძლება მეტი სანქციების დაწესებას მიაღწიონ.
იმიტომ რომ აი ამგვარი საზღვარგარეთიდან მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი მალე უკვე ჩამოიშლებოდა. ამიტომ აი ხო ხედავ მხარდაჭერაც აქვს. ჯერ ევროპარლამენტში როგორი მხარდაჭერა იყო იქ რეზოლუციების მიღება, მე ევროკომისიაშიც განიხილეს, იმიტომ რომ ის ხალხი მოვიდა წამყვან პოსტებზე ევროკავშირში, რომელიც ლიბერალებს თავს უჭერენ მხარს. ევროკავშირში სიტუაცია გაუკეთესების ნაცვლად გაუარეს და თუნდაც ჩვენ საქართველოსთან დამოკიდებულებაში. შეერთებული შტატების ბაიდენის ხელისუფლება კი წასვლის წინ 1000 რაღაცებს უარესებობს, ცდილობს გააკეთოს, მაგრამ აქ ერთი ნიშანდობლივი მომენტია, რომ აი ყურეთ როგორ არის, რომ შევხედოთ ჩვენ ვინ იღებულობს თქვა კონგრესში ეს რაღაც მეგობარი აქტი, მეგობრობის აქტი, რაღაც მაგნიტის იმასთან გადაწყვეტილებას, მაგნიტსკის გადაწყვეტილებასთან მიერთება და ასე შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციების გამკაცრებას, ხო? ესეც ერთ-ერთი მხარდამჭერი არის ამ პროცესისა და მაგრამ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ აქ, რამდენად არის ეს სიტუაცია, თქვა შეცვლადი, შეიცვლება თუ არა ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს ვითარება, ხო? ამაზე შეგვიძლია ჩვენ გარკვეული მოდელირებაც გავაკეთოთ და პროგნოზის, მაგრამ ჩვენ რითი ხელმძღვანელობთ არა სურვილებით, არ სურვილი ერთია, მეორე რეალობა, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ იმ არსებული მომენტებით, რომელიც ჩვენ აზრს ჩამოაყალიბებს და ანალიზის საშუალებას მოგცემს. რამდენიმე ფაქტორია. პირველი ფაქტორი არის ის, რომ ესე იგი თვითონ ტრამპის გუნდის განცხადება, თვითონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ ესე ლიბერალური გარყვნილობას ბოლო მოიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. მან ასევე თქვა, რომ Deep State-თან დაკავშირებით ამ ის ბოლოს მოუღებს, ანუ Deep State-ის ზოგს რაღაც გამგონილი რაღაც გონია. Deep State ყველგან არის, ეს არის თქვა სიღრმისეული სახელმწიფოს, როცა სხვა გარკვეული პერსონები ქმნიან მოვლენებს. აი თუ კლასიკური განმარტება Deep State-ის არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოვლენებს ქმნიან და შემდგომ ამ მოვლენებზე აგებს სახელმწიფო თავის პოლიტიკას. ანუ სახელმწიფოს მთავარი პირების შექმნილი კი არ არის ეს პოლიტიკა, ხშირად აი ახალ რეალობას ქმნიან მოვლენების თვალსაზრისით და სახელმწიფო ამას მიყვება. აი ამიტომ ამათო ქვია ამას სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც ზედაპირზე არ აჩანს. და ესეთი ქმედებები ძალიან მით უფრო ესეთი იმპერიული ტიპის სახელმწიფოებში ხდება. ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ ესეთ მომენტებს ბოლოს მოვუღებთ და იქნება ამერიკა გაძლიერდება სწორი ნაბიჯებით და არა თამაშით. და არსად ომს არ დავიწყებთ, პირიქით ჩვენ ძალით ყველასთან ვილაპარაკებთ და ჩვენი ძალით გავლენით ვაიძულებთ, რომ წესრიგი მსოფლიოში დამყარდეს. ხა რამდენად შეძლებს ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე ის, რომ რასაც აცხადებს ქართული ოცნება, იგივე ოჯახის სიწმინდის თვალსაზრისით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის თვალსაზრისით, რაღაც ეს რასაც ქვია აგენტოკრატიის კონტროლის თვალსაზრისით, ფულების შემოდინების კონტროლის თვალსაზრისით, რაც არის გამჭვირვალობის კანონია და LGBT კანონი ორივე მომენტი, ხო? ეს თანხვედრილია ტრამპთან. ტრამპმა და ილონ მასკმა განსაკუთრებით პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ გამოძიებასაც კი ჩავატარებთ, სახელმწიფო თანხები სად მიდიოდა USAID-ის, UNDP-ის, IRA-ის თუ იმისი რა ქვია, სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებით, ხო? რომელიც ეს სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს ითვისებდნენ და ხშირად ხდებოდა ამ თანხების გადატრიალების, ხელისუფლების შეცვლის თუ სხვადასხვა აი იგივე რაღაც მოვლენების, პროვოკაციული მოვლენების შექმნისთვის, ხო? როცა ამას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია, თვითონ ტრამპი და ეს თანხვედრილია ოცნების ქმედებასთან, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც 20 იანვრის შემდეგ სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ეხლა ზუსტად 20 იანვრისთვის შემდეგ არ იქნება ეს ცხადია, იმიტომ რომ ამას დრო დაჭირდება, რომ თვითონ პოლიტიკა შეიმუშაონ ამა თუ იმ ქვეყნისა და არსებული მოვლენის მიმართულებით, თვითონ თქვა იგივე შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ, ხო? ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც უნდა ველოდოთ გარკვეულ სასიკეთო ცვლილებებს. მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომელიც გარკვეულ ეჭვსაც ბადებს, ეს ყველამ უნდა დაფიქსდეს, რომ ეს შეიძლება ესე ცალსახად ეს არ იყოს. არის რამდენიმე გარემოება.
გარემოება ისა, რომ თვითონ რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენები და სენატის წევრები არიჩენენ საქართველოს დაცვის თვალსაზრისით გარკვეულ ინიციატივას. მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ეხლა გვემუქრებიან და იქ ესეთი კონგრესმენი არის რესპუბლიკელი, რომელიც ინიციატორი გამოვიდა და ქმნის ამ კანონებს, რომელმაც უნდა გაამკაცროს სანქციები, ასევე მოიწვია თვითონ მან მოიწვია სალომე ზურაბიშვილი. ამის შემცირება არ შეიძლება, ზოგს გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ხარისხოვნმა კონგრესმენმა კი იმან ინიციატივით გამოიწვია, მაგრამ ის ხო თან ხდება ადმინისტრაციასთან, ვის იწვევენ, რას იწვევენ, მაშინ ეთყოდნენ უარს. ანუ მიაღწიეს იმას, რომ აი ეს თქვათ ეხლა რა ქვია, უგვირგვინო დედოფალი ისევ ჩაყავთ იმაში, რა ქვია, ამ იმაზე და აჩვენებენ, რომ აი საქართველოს მიმართ შეიძლება სიტუაცია არ იყოს ისე ცალსახა, რაც ცხადდება, ხომ? ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ შეიძლება დიდად არც არაფერი არ შეიცვალოს და სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო დაგვიდგეს. აი ხა ცალსახად რო ითქვას, რომ აი ტრამპის მოსვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის საფუძველი არ მაქვს და ამიტომ ვიძახე, რომ აი ჩვენ გვჭირდება დაფიქრება და ყველა ვარიანტზე გათვლა, რომ როცა იქნება ვთქვათ, როგორც ანცხადდეს ჩვენი პრემიერი, რომ მოხდება გადატვირთვა დასავლეთთან ურთიერთობების, თუ მოხდა ეს გადატვირთვა ჩვენ სასარგებლოდ ხო კარგი, მაგრამ თუ არ მოხდა, მაშინ რა სიტუაცია გველის და რა სცენარები იქნება გათამაშებული. ეხლა ამ თვალსაზრისით მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რა შეიძლება იყოს. ეხლა ჩვენ ხა ყოველთვის კარგს ვფიქრობთ, რომ კარგად უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ რო არ იყოს ესეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ამ ესეთი ეჭვის საფუძვლები არსებობს. ეხლა ჩვენ გვახსოვს კარგად, ეგივე რატომ არის ხა სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ მე ისე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, ჩადის ხელს ართმევენ და ასე შემდეგ, ხო? და შეიძლება გაგრძელდეს, მე ამას არ გამოვიცხავ. ეს ის შემთხვევაში, თუ აი მართლა საქართველოს მიმართ გადატვირთვა არ მოხდა დასავლეთის დამოკიდებულების, ხო? შეიძლება გაგრძელდეს და კარგად გახსოვთ ეს ვენესუელის ვარიანტი, ტიხანოვსკაია ვარიანტი, გახსოვთ ტიხანოვსკაია რო დაყავდათ ეხუტებოდნენ თურქზე კოჩნიდნენ და კიდე ვენესუელის ეს პარლამენტის თავმჯდომარე გაიმარჯვა პრეზიდენტად დანიშნეს და კონგრესში სიტყვით გამოიყვანეს, ხო? მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ეხლა უკვე ვენესუელის ვარიანტს რატო ვიცახი? ვენესუელაში ჯერ ტრამპის დროს იყო წინა არჩევნების დროსაც, ხო? ბლოკირება გაუკეთეს ქვეყანას, სანქციები დაუწესეს, ვერაფერი ვერ ხსნეს და რატო ვერ ხსნეს ეხლა ვთქვათ? იქ ბიზნესს მართავს ჩინეთი. და სამხედრო და ესეთი თქვათ სიტუაციების პოლიტიკურ კრიზისის თქვათ მოგვარების თვალსაზრისით რუსეთი ჩაერთო. ანუ ჩინეთისა და რუსეთის ტანდემით ვენესუელაში ამერიკამ ვერაფერი ვერ ქნა. ეს არის ფაქტი. ერთი რამე არის, ეხლა თქვენ რასაც იძახით, სავსებით ბევრი რამ თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ ძალიან ისეთი ოცნების კოშკები არ უნდა ავაგოთ, მაგრამ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ აი ამ ლიბერალების მიმართ დაფინანსება, რომლებიც დღეს საქართველოს მრავლად არის, სავარაუდოდ შეწყდება, იმიტომ რომ შეუძლებელი ხა ამერიკიდან დაფინანსება მიიღოს LGBT ორგანიზაციებმა, იმიტომ რომ თვითონ ამერიკაში გაეყინებათ მათ დაფინანსება. ამავდროულად ეს ძლავრი ლობია საქართველოში, აი ეს საფარის ქვეშ აღწებული ორგანიზაციების, ბაბუცა პატარაიები, ეს ქვიარ ორგანიზაციები, ეს ყველაფერი ალბათ ამათ გარკვეული მოქმედების არეალი შეეზღუდებათ. ასევე პრობლემა აღარ იქნება ის, რომ ისეთი რაღაცა პოლიტიკა, რომელიც ბაიდენის დროს იყო, რაღაცნაირად ალბათ უფრო პრაგმატულ პოლიტიკაში იქნება ასახვა და ალბათ რუსეთ ამერიკის პირველი პირების შეხვედრის დროსაც შეიძლება იქ საქართველოს თემამაც გაიჟღეროს, იმიტომ რომ რუსეთს ნამდვილად არ აწყობს, რომ მის საზღვრებთან რაღაც სიტუაცია დაიძაბოს და აქ კიდე რაღაც ცხელი წერტილი გაჩნდეს, მით უმეტეს ამ რეგიონში აი დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, თქვენ კარგად იცით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ფაშისტური სახელმწიფო არისო სომხეთიო და ჩვენ ამ ფაშიზმს დავამარცხებთო და გავანადგურებთო და მე არ ვიცი ხა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს საერთოდ უკვე აი აქ სომხეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ალიევი ტყვილა სიტყვებს არ ისვრის. რამდენიც მან თქვა, იმდენი შეასრულა და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე ალიევს დასავლეთთანაც ურთიერთობა აქვს, რუსეთთანაც ურთიერთობა, ძალიან ისეთი არეული სიტუაცია არის. მოკლედ და კაცმა არის ის რა იქნება, მე მგონი. ხალხურეთ როგორი სიტუაცია ჩვენ კავკასიაში და ჩვენი მდგომარეობა საქართველოსი მიმდინარე პროცესები და კავკასიაში არსებული ვითარება გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ არ გამოდის ესე, რომ აი თვითონ ჩვენ ცალკე ვარ და არაფერი არ გვეხება, გამორიცხულია ეს მთლიანად სოფლიოში ყველაფერი იცვლება
არეულია ყველაფერი და კიდევ შეიძლება უფრო გამწვავდეს და ამ ჭრილში თუ განვიხილავთ, ხო, თვითონ ჩვენი კავკასია, ეს შუა დერეფანი რაც დაარქვეს, ევროპისა და დასავლეთისა და აზიის დამაკავშირებელი ხა ხაზი ფაქტიურად უალტერნატივო გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, როცა რუსეთი ჩაიკეტა, ფაქტიურად ჩაიკეტა და აი ამ მიმართულებას უკვე საკმაოდ დიდი დატვირთვა მიეცა. ფოტოშორის რო ავიღოთ ახლა 7-ჯერ გაიზარდა ლოგისტიკური ბრუნვა, თვით ბრუნვა ამ რეგიონში გამავალი. წარმოიდგინეთ რა მხელაზე იზრდება და ამას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივაც აქვს და ადრეც მithქვამს, რომ ჩინეთისთვის ეს არის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია, რომ სავაჭრო მიმართულებები გადმოიტანოს სახმელეთო სარკინიგზო გადაზიდვებით შუა აზია, რა ქვია, კავკასია და იქეთ უკვე გამავალი გინდა თურქეთისკენ გინდა, ევროპისკენ გინდა, აფრიკისკენ, საიდანაც გინდა. თუ რომ ამერიკას რკალში ყავს მოქცეული და როცა მოუნდება შეიძლება ჩაკეტოს 90%-ზე მეტი ვაჭრობა ჩინეთს ექსპორტი აქვს ზღვით. ამიტომ თუ ჩაუკეთა, ფაქტობრივად შეუძლება გაძვიდოს ჩინეთის ეკონომიკა ყველანაირი ომის გარეშე, იმიტომ რომ სულ ბაზები აქვს კალში მოქცეული, ხო? ამიტომ დატვირთვა დიდი გადმოვიდა და გადმოსულია და იზრდება ეს თვითმფრინავი და უფრო მეტად გაიზრდება. ამაში არის ანაკლიის პორტით ჩართული, ხო? ეხლა თუ კი შევხედავთ ანაკლიის პორტის დატვირთვას, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩინეთისთვის უნდა მიეცათ, იმიტომ რომ ტვირთი ჩინეთს აქვს და როგორც ოპერატორი ჩინეთი და როგორც ინვესტორი, ხო, ერთ-ერთი გამორჩეულია და გნებავთ შეერთებული შტატების, ევროპის და სხვა კონტინენტებზეც უმეტესი პორტები ჩინელებს ეკუთვნის, ან აქციონერები არიან. მაგრამ აქ არის გასაღები იმისა, რომ თუ კი ამას განვიხილავთ როგორც ალტერნატივას იგივე ზღვით ვაჭრობის არის გაკეთება ჩინეთს უნდა, ეს ამერიკას წარმოეწონება, იმიტომ რომ უფასურდება მისი სამხედრო დანახარჯები ან ბაზებზე, რომელიც როგორ მოხდება, ბატონო, ბოდიში ჩაგეკითხებით, ჩვენ თუ ამერიკასთან ვაპირებთ ურთიერთობას, ამერიკა რამდენად დაუშვებს აქ ანაკლიის პორტის სამუშაოებას. მაგაშია საქმე, უყურეთ. დიახ, როგორ მოხდება? ეხლა სწორედ ეხლა დღესაც უყურებდი გამოსვლებს და ის რუბიო გამოვიდა და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ კომუნისტურ ჩინეთს დავეხმარეთ და ეხლა ის პრობლემებს ვიქმნით და თუ ესე აღარ შეჩერდება ეს ამბავი, ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობის ზომებს და განსაკუთრებით მწვავე დამოკიდებულება აქვს ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთის მიმართებაში. რუსეთი კიდე ცალკე მომენტია როგორ დამოკიდებულებას დაიჭერენ, მაგრამ ჩინეთის მიმართებაში ისინი ძალიან კაცრი ზომების მიღებას აპირებენ და აი ამ თვალსაზრისით ჩვენ კიდე ყურადღების ქვეშ ვექცევით. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამას, ხომ, ამ სიტუაცია და თუ კი დიალოგი გაიმართა შეერთებულ შტატებთან, ჩვენ ესე მე მაგალითად ესე უყურებ, ჩვენთვის საინტერესოა ჩინეთის განვითარება, მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს არ უნდა, მაშინ რას ვთავაზობს ის? რა უნდა შემოგთავაზოს, ხო? ან უნდა უფრო კარგი რაღაც ვარიანტი შემოგთავაზოს, ან რაღაცა ინვესტიცია შემოგთავაზოს, თუ სტრატეგიული პარტნიორია, ესე იგი, ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ზომები უნდა მიიღოს, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი და მომგებიანი იყოს ამის გაკეთება. ჩვენ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ ისე უნდა მიუდგეთ და არა ისე მეხუთე კოლონა, რომ რასაც ჩაძახებენ, რომ აქ უნდა თავს მოგვაყრონ, ხო? ცოტა სერიოზულობა და რაღაც ისტორიული სიმწიფე უნდა გამოვიჩინოთ ყველა საკითხის განხილვისას. ამიტომ თუ კი ისინი რამეს კარგ თავაზობენ, ეს უნდა სახელმწიფომ გაიზიაროს და აწონ-დაწონოს რომელი ჯობია, რისკები სად ნაკლებია და ეფექტურობა რომელი იქნება, რომელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხო? ეხლა თუ კი კავკასიის ჭრილში განვიხილავთ, ახლა შეხედეთ, რატომ არის ეხლა ბოლო პერიოდში სომხეთის მომენტი, სომხეთმა ვითომ რუსეთს ზურგი უქცია, მე პაშინიანმა ჯერო ვითომ ევროკავშირში უნდა შევიდეო და ოდეკაბერიდან უნდა გამოვიდეო. მე თქვა რომ არ გამოვდივარო, იმიტომ რომ სომხეთი არის აი როგორ გითხრათ, ახლა ჩიხური ტერიტორიულად არის ჩიხურ მდგომარეობაში, ტერიტორიულად ვიძახი რა. იქეთ თურქეთია და თურქეთთან დამოკიდებულება არ არის დალაგებული, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული არ არის და ჩვენა ვართ ერთი და ჩვენ იმან პრემიერმა გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობაზე ხელშეკრულება. მე არ ვიცი რა სიტუაციებს ეს სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ მე მინდა საკმაოდ გაფრთხილებით ვთქვა, რომ თუ კი ეს იქნება სომხეთის იმისთვის მილიტარიზაციისთვის გაკეთებული, ეს ძალიან მძიმე რაღაც პრობლემებს დაუყენებს იგივე აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან ჩვენ დაგვიყენებს ამას, ხო? ბოდიში რომ ეს სტრატეგიული ხელშეკრულებაზე ლაპარაკობ. გაფორმდა სომხეთთან ხელშეკრულება სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ. საქართველოსა და სომხეთს საქართველოსა და სომხეთს შორის კი როგორ
ამას წინათ რო იყო გაფორმებული ინტერნეტ შეგიძლიათ ნახოთ გაფორმებული რასი თვალისწინებს იქ ეხლა იქ არ ჩანს ეს რო რაღაცა სამხედრო ნაწილმა ეხლა იქ რა დანამატებია და რა ის არის მე არ ვიცი ეხლა არ მინდა ესე იმით თქვა და დარწმუნებით ეს თქვა მე არ შემიძლია მაგრამ მცდელობა ერთხელ იყო შარშან როცა ეს ფრანგული ბრონე მანქანები შევიდა ტექნიკა შევიდა და ეხლა შეიძლება ეს მცდელობა იყოს და ეხლა ამ ფონზე კიდე შეხედეთ სომხეთმა გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან ჩვენ როგორც ჩვენ უკვე გაფორმებული როცა ნატოში არ მივიღეს ჩვენც გავიფორმეს ეხლა ჩვენთვის სტრატეგიული ურთიერთობა დიდად არაფერს არ ნიშნავდა ეს უბრალოდ ესე ქვია მაგრამ იმას არ მოყოლია შეერთებული შტატების მხრიდან და იმე ქმედება რა რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ქვია სომხეთის მიმართებაში ეს როგორ მოხდება არ არის ეს ადვილად წარმოსადგენი რა და ამან შეიძლება საკმაოდ დაძაბოს ეხლა რატომ ეხლა სომხეთის არსებული მდგომარეობა ტერიტორიულად იძლევა იმის საშუალებას რომ ის გამოიყენონ საქართველოში კავკასიაში სიტუაციის არევისთვის ამიტომ არ მოაწერა პაშინიანმა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას ეს ზანგენტუგის გასასვლელი რაც არის კორიდორი იმასთან დაკავშირებით ჯერ იყო ლაპარაკი და მერე უარი უთხრეს აზერბაიჯანს და აი რაღაც დაძაბულობა შეიქმნა ამ თვალსაზრისით და ესე იგი სომხეთს უნდა ეს მომენტი ალბათ კარგად გაყიდოს ეხლა მაგათი გადასახედიდან თუ შევხედავთ მაგრამ მთლიანობაში მოუწევს სომხეთს სხვისი თამაშის შესრულება და შეიძლება მთლიანად არიონ აქ სიტუაცია ეს არ უნდა გამოვრიცხოთ ასე რომ აქ რაღაცისარევის მომენტები არ არის გამორიცხული და ალიევმა იმიტომ თქვა სხვათაშორის ილხამ ალიევმა რომ გაანებეთ კავკასიაში ჩარევას საქმე განსაკუთრებით საქართველოში გამოყო რომ გაანებეთ საქართველოში ჩარევას საქმე ჩვენ ცხოვრობდით ისტორიულად ყველა ერთად და როცა არავინ არ ერეოდა მაშინ ვალაგებდით სიტუაციას მართლაც ესე იყო ყველა კონფლიქტი რომელიც იყო კავკასიაში გამოწვეული გარედან ინტერესებისთვის იყო გაკეთებული. აი ესე შევხედოთ. ასევე მეორე მომენტიც არის სხვათა შორის ეს უფრო სიღრმისეული გათვლის მომენტია რუსეთი აკვირდება სიტუაციას და რუსეთი კი იძახის ეხლა რომ წინააღმდეგია თქვა რაღაცა მოქმედების მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ შეიძლება მიუშვას რაღაც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას რაღაც გასხელებული შეტაკებებიც მოხდეს და როგორც სამშვიდობო რუსეთი ჩაერევა და თქვა გარკვეულ რაღაც მომენტებს პრეფერენციებს თავის გავლენებს გაიძლიერებს ამით ეს შესაძლებლობები შეიძლება მათ ჰქონდეთ ასე რომ ეხლა ეს დიდი სახელმწიფოები უყურებენ ვინ რა თამას განახორციელებს ჩვენც ამაში მოქცეული ვართ ჩვენ ვართ აი ძალიან ისე ძიმეთ მოქცეული და დიდი სიმთხილე გვმართებს ეხლა დღეს ყველაფერი მიდის პოლიტიკური ვაჭრობის რანგში არის გადაყვანილი დღეს ეხლა ბიზნესმენები და ოლიგარქები არიან ფაქტიურად წამყვანი ქვეყნების ლიდერები აბა ილონ მასკი და თვითონ ტრამპი ვინ არის ხო ესენი ბიზნესით კუთხით უყურებენ საიდან რა აიღონ და ამიტომ მისი მიდგომა აბსოლუტურად სხვა არის ხედავთ როგორ თქვა რაში მაინტერესებს მე უკრაინა რატომ უნდა დავხარჯო ამდენი ფული ისედაც ეს რუსეთის გავლენის ქვეშ არის შეიძლება საქართველოსაც იგივე თქვას რა საქმე მაქვს ეხლა ეგერი იფშიშორეზე წავიდე მე და რუსეთის გავლენის ქვეშ არის ეს მისთვის შინაარსობრივად ესეთი მიდგომა იყოს ამიტომ ეს მომენტები გამოჩნდება და მისი მიმართულება გადახრილია რომ ამერიკა გააძლიეროს სტრატეგიულად და კანადას და გრენლანდიას უტევს და პანამის დაბრუნებას აპირებს ესე რომ აი სრულიად ახალი რაღაც ამოვიდა ფაქტობრივად აი კოსოვოს აღიარების შემდგომ სოფლიოში ახალი ტენდენციები შემოვიდა და სხვათა შორის კოსოვოს აღიარებამ გამოიწვია ის შემდგომ რომ აფხაზეთის და ჩვენი აი ამ სამაჩაბლოს აღიარებამ გამოიწვია და ეხლა აი ამ თამაშის დაწყებამ ამერიკის მხრიდან რომ მე აგერ ავდგები გრენლანდიას შევიერთებ და აგერ იმას კანადას მივიერთებ შეიძლება სხვა სახელმწიფო ეგ თურქეთმა მე ავდგები ამას შევიერთებ აგერ ადგეს თქვა სიტყვაზე რუსეთი მე ამას შევიერთებ ანუ ფაქტობრივად აი ამ ტრამპის მოსვლის შემდგომ სოფლიო კი არ დაწყნარების პროცესი კი არა შეიძლება არეულობის პროცესიც დაიწყოს იმიტომ რომ ეხლა თუ შენ ეხლა ესე მიერთება მოერთების საკითხი დაიწყო იქ ზოგი ეხლა კაი შეიძლება გრენლანდია და კანადა დათანხმდეს იმას რომ გახდნენ ახლა გრენლანდია შეიძლება დათანხმდეს მაგრამ კანადის საკითხი როგორ იქნება არ ვიცი მაგრამ ფაქტობრივად ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ შეიძლება დაიწყოს გადანაწილების პროცესი სოფლიო ახალი გადანაწილების პროცესი გამორიცხული არაფერი არ არის ის რაღაცა მეორე სოფლიო ომის შემდგომი რაღაც
ბალანსი, რომელიც შეიქმნა, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და შეერთებული შტატები ძირითადად წამოვა, მაშინ გარკვეული ორპოლუსიანი იყო მთელი მსოფლიო და რაღაც ბალანსი არსებობდა და იმიტომ დაარქვეს ცივი ომი, რომ პირდაპირ შეტაკება არ მომხდარა, ხო? ეხლა უკვე შეტაკებები მიდის, უბრალოდ ტექნოლოგია შეიცვალა, ეხლა დიდი ფრონტები დრონებით და სხვადასხვა კოპტერებით იბრძვიან, ხო? და შესაბამისი ზუსტი იარაღის გამოყენებით იბრძვიან. ზე რომ შეიცვალა ტექნოლოგია შეცვლილია და ამიტომ ეხლა ეს მესამე მსოფლიო ომს თუ არ დავარქმევთ, ბევრი ცხელი წერტილები არსებობს და კიდევ შეიძლება წარმოიშვას გამორიცხული არაფერი ამ თვალსაზრისით არ არის. ამიტომ ტრამპის მიდგომა, რომელიც არის ის, აი რაღაც როგორ აიცი, ფაქტურად შეარყია მთელი მსოფლიო მიდგომა, აბსოლუტურად სხვა ხედვა, აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვს. ამიტომ შევხედავთ ეხლა როგორ განვითარდება სიტუაცია, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რატო ვთქვი, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა თუ კი მაგალითად ჩინელები უკვე იქნებოდნენ იმაში შემოსული. ანაკლიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და სხვათა შორის ჩინელები და რუსები რაღაც ტანდემში მოქმედებენ. მე ადრეც მithქვამს, რომ როცა აკეთებდნენ იმაში ჩვენთან იქ სამურზაყანოში რო აკეთებდნენ რა ქვია იმას ოჩამჩირში რო აკეთებდნენ პორტი რო გააკეთეს ფაქტიურად ის დიდად კი არ ჭირდებოდა ის კეთდებოდა რომ ჩინელები რო შემოვიდოდნენ იმაში ანაკლიაში მათ ქონოდათ სამხედრო დაცვა ყველანაირად, იმიტომ რომ ესეთი ობიექტი, რომელიც ფაქტიურად ჩინეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება და ეს ჩვენთვის მომგებიანია, მას სამხედრო ფარველობა ჭირდებოდა და სამხედრო ფარველობა თუ კეთდება. ბატონო, აი რამდენად განხორციელებადია უკვე ანაკლის სპორტი, ეხლა ჩვენ თუ ამერიკასთან უნდა შევინარჩუნოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება, მაშინ ამერიკა თქვენ როგორ ფიქრობთ, წვანეშუქს აუნთებს იმას, რომ საქართველოში ანაკლის სპორტი გაკეთდეს? რამდენად რეალურია ეს? იმიტომ რომ ანიკით ეხლა ესე ორ იმაზე ვერ ვიქნებით, ანიკით უნდა ვიყოთ ანაკ, ხო? ეხლა არ ვიცი, შეიძლება რომ თვალი დახუჭოს ამერიკამ ანაკლის სპორტზე? არა, თვალს არ დაუხუჭიდა თვალი. არ ღიად განაცხადეს, მაგეთი ღიად აცხადებდნენ. ეხლა როგორ იცით, სახელმწიფო ინტერესი ამერიკის თუ სხვა ქვეყნის არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების ცვლილებით შეიძლება მით უფრო მსხვილ იმპერიურ ქვეყნებში არ იცვლებოდეს. შეიძლება ხელისუფლება შეიცვლებას და ინტერესი დარჩეს, ხო? არა, მე რაც ვიძახ, იცი, აი რას გულისხმობ, იცი, რომ აი ამან შეიძლება გამოიწვიოს, რომ დაამუხრუჭოს, აი ხა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცას თხოვდეს, ჩვენ არ უკუაგდოთ, როგორც ისრაელი მაგალითად არის პარტნიორი, ხო, მისი რა ქვია ამერიკის, მაგრამ ისრაელის ხელისუფლება ბევრ რამეში არ ეთანხმება ამერიკას და რასაც უნდა იმას აკეთებს, ხო? და ანუ მე რო ვიძახი, რომ აი თქვა დაეთანხმება თუ არა მეთქი, ანუ შეიძლება არ დაეთანხმოს ამერიკა, მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთოთ. ეს შესაძლებელია მოხდეს, რომ შესაძლებელია, მაგრამ აქ აიყურეთ ეხლა მე ესე შევხედავდი რა. ეხლა რაც მიმდინარეობს ქუჩებში, ეს არის გამოძახილი იმისა, რომ საქართველოს არ დაემორჩილა დასავლეთის ბრძანებებს. ნუ პირდაპირ ვთქვათ. და ის გამოიჩინა გარკვეული სუვერენული ქვეყნის ელემენტები და ცდილობს, რომ თავისი ნაბიჯები გააკეთოს თავის ინტერესებში. ამიტომ არის. ეხლა აქ რო ხელისუფლება შეეცვალათ წარმოიდგინე შეეცვალათ რა ანაკლია კი არა, რასაც უნდა იმას გააკეთებინებდნენ და მეორე ფრონტსაც გაახსნებინებდნენ. ეს არ არის ლიტონის სიტყვები, მართლაც ეს ჩადებულია მათ ინტერესებში. ეხლა ჩვენ რომ ვიყოთ უზარმაზარი იმპერია, შეიძლება ჩვენც ეგრე გვეფიქრა. ამიტომ იმას კი არ უნდა ვაკრიტიკოთ ისინი რატო ფიქრობენ. ჩვენ რაც გავაკეთებთ ეგ არის მწავარი. რასაც თქვენ ბრძანებთ ეხლა რომ ჩვენ კიდევ რომ გავაგრძელოთ დაუმორჩილებლობა რა მოხდება, მოდით შევხედოთ აი სცენარი განვიხილოთ, რაც გამორიცხული არ არის, ველოდებით კარგს, მაგრამ ესეც არ არის გამორიცხული. შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაცრად უფრო მკაცრად დააყენონ საკითხი, არანაირი ჩინეთი, არანაირი ტრანზიტი, ეს უნდა აღიკვეთოს. არ დავითარ რა მოხდება. მოხდება შემდეგი, რაც შეიძლება ყველაზე მძიმე. ერთი სანქციები გაგრძელდება ეს ერთი. მეორე ამ დაფინანსება მეხუთე კოლონის გაგრძელდება. და შეიძლება სახელმწიფოს მიმართაც კი გადადგან საქციების ნაბიჯები. რა შეიძლება მოხდეს? ეს არის შეერთებულ შტატებს ძირითადად შეუძლია ეს ეკონომიკური პრობლემების შეგვიქმნას, განსაკუთრებით საბანკო სისტემაში და ლარის კურსთან დაკავშირებით. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ეკონომიკური საფუძვლების რღვევა. და ხშირად მithქვამს, რითი ვართ ჩვენ დაცული ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ დაცული უნდა ვიყოთ ჩინეთის მხრიდან. თუ კი ეს ჩინეთის სტრატეგიული მიმართულებაა, ჩინეთისთვის პრობლემა არ იქნება საქართველოს გადაალყა
დაალახინოს აი ის ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლები, რომელიც შეიძლება შეერთებული მასშტაბებმა გაგვიკეთოს. ეს რაც ეკონომიკურ ნაწილში, ხა პოლიტიკურ ნაწილში რაც შეიძლება იყოს. პოლიტიკურ ნაწილში დაწყებულია ეს სცენარი, იგივე ეს უგვირგვინო დედოფალი ხო დავარქვით იმას სალომე ზურაბიშვილს ხო? ჩამოატარებენ, იტყვიან რომ ეს არის პრეზიდენტი, ტრიბუნებიდან გამოიყვანენ სიტყვით, აქაური მეხუთე კოლონა ატეხავს ამბავს, აი ეს არალეგიტიმურია, ეს არის ლეგიტიმური, ატარებენ ესე. თუ კი ჩვენ ჩინეთის მხარდაჭერა გვექნება და ამას გააკეთებს თქვა დასავლეთი რომ ჩვენ პოლიტიკური რაღაც თამაშებში ჩაგვითრებს და არალეგიტიმურობის ან რაღაც მომენტებს გააკეთებს ეს აი მე აღნიშნე სწორედ ეს ვენესუელის ვარიანტია. ვენესუელის ვარიანტში ჩვენ რო გითხრათ ეს მომწონს, მე არ მომწონს ეს ვარიანტი, იმიტომ რომ ბევრი შეზღუდვებია, ბევრი პრობლემებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინეთისა და რუსეთის ესე იგი გავლენის საშუალებით შეერთებული შტატები ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ შეგვიქმნის აი ამ მსგავს პრობლემებს. ესეც უნდა ვიცოდეთ გამორიცხული, არაფერი არ არის. ამიტომ აქ ჩვენ თუ გამოვძებნით იმ ბალანსს რომ შეერთებული შტატები თუ რაღაცა საინტერესოს შემოგთავაზებს და ჩვენ მაშინ ვიღირს რომ ამაზე უარი ვთქვათ, ეს ერთია. მაგრამ თუ შემოგვიტია იმ თვალსაზრისით რომ როგორც ადრე რომ განიხილავენ კოლონია და რასაც უნდა იმას დაავალებენ რომ ის გააკეთო, ხო? თუ ესე მოგვიდგებიან, მაშინ აი წავა ეს მიმართულება. ჩვენ იძულებული ვიქნებით უკვე სხვებთან დავიჭიროთ საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის შევინარჩუნოთ და გადავიტანოთ ეს პრობლემები, სანამ სოფლიოში მთლიანად დაალაგდება სიტუაცია. ესე რომ გამორიცხული სცენარები, აი ეს რაც მე ვთქვი, არ არის. ჩვენ კარგს ველოდებით, მაგრამ გვინდა რომ თქვათ გავითვალისწინოთ ეს ცუდის. და ერთ ვიტყოდი კიდევ, როგორ აიცით, ჩვენთან აი ხელისუფლება უნდა იყოს ღია, არ არის ღია ხელისუფლება, ოცნება კლუბის სახით არის ჩამოყალიბებული და აი ამ ბრძოლაში როცა შედიხარ, შენ იმ ტელევიზიებით და ტექსტების იმის წაკითხვით კი არ უნდა იყო და ტრიბუნაზე გამოშვით დაკავებული. შენ მთლიანად ხალხი გვერდში უნდა დაიყენო. მე ხა რასაც ვხედავ, არ მომწონს ზოგიერთ ისეთი პირები გამოდიან მიტინგებზე, რომელიც მე ვფიქრობდი, რომ საერთოდ ესე არ იაზროვნებდნენ. და ეს პროპაგანდა, манипуляция, ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე და ნუ ვარ ჩვენ, მე წინა იმაში ვთქვით, ნუ გონია რომ თუ კი თეატრის დირექტორია თუ მსახიობია, ის ვალდებულია პოლიტიკაში ერკვეოდეს. წავიდა ის დრო, აღარ არის, ადრე იყო ესე, საბჭოთა პერიოდში, როცა ინტელიგენცია უფრო მეტ ინფორმაციას ღებულობდა და თქვა, ვინც ეხა დაზგასთან მუშაობდა, ის არ იყო ამაში ჩართული და საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ინტელიგენცია მონაწილეობდა. ეხლა ესე არ არის, ყველა შეუძლია მონაწილეობა აზრის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული რომ ყველაფერში ერკვეოდეს. და თუ გვინდა რომ გავარკვიოთ სახელმწიფო ინტერესი სად არის, მათ ყველაცან მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობას მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ. გეთანხმებით, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მეტი დიალოგი, მეტი გამჭვირვალობა საჭირო მოსახლეობასთან და ამაში ნამდვილად სწორი ბრძანდებით. მე მინდა მადლობა გითხრათ ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან როგორც ყოველთვის საუბარი და იმედია რომ ხელისუფლება აი ამ გარკვეულ მოსაზრებებს გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ეს მისთვის იქნება სასურველი და კარგი. დაგემშვიდობებით. აიწყარეთ მადლობა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.